აი აქ რასაც ხედავთ, აი ეს და ეს არის ინდური მორინგას აღმონაცენი. ინდოეთი პირველ ადგილზეა ამ მცენარის ექსპორტით. საქართველოში მორინგა მთელი წლის განმავლობაში ვერ იხარებს ზამთარს, ვერ გადაიტანს, მაგრამ როგორც ერთწლოვანი მცენარე ის თავისუფლად შეიძლება მოვიყვანოთ და აი აგერ კიდევ აი აგერ უფრო კარგი აღმონაცენი ეს შედარებით უფრო პატარა გახლავთ ეს სულ ინდური მორინგებია. ეხლა რისთვის არის საჭირო? პირველ რიგში თუ ადამიანისათვის ვიყენებთ მისი ფოთლებისაგან გამოდის შესანიშნავი ჩაი. ეს არის უაღრესად გემრიელი და უაღრესად სასარგებლო ადამიანისათვის მორინგას ჩაი, მაგრამ მის გაკეთებას ცოდნა უნდა. გარდა ამისა, ეს არის საუკეთესო საკვები კულტურა, თუნდაც იგივე ქათმებისათვის. მისი ფოთლები შეიცავს გაცილებით უფრო მეტ ცილას ვიდრე ჭინჭარი. ანუ ნედლ ფოთლებში სადღაც 5-დან 6%-მდე ცილაა. ეხლა თავისთავად მწვანე მასა მორინგასი რა თქმა უნდა ვერ იქნება ცილის წყარო ქათმებისათვის, რომელსაც საკვებში 18% ცილა ჭირდება. მორინგას ფოთლებით ქათამი ვერ გაიზრდება, მაგრამ არის შესანიშნავი ვიტამინების წყარო. ეს პირველ რიგში როგორც ნებისმიერი მწვანე მასა, ეს ბევრად უფრო ჯუბია ჭინჭარსაც კი. და გარდა ამისა, მორინგას ფოთლები შეიძლება გავახმოთ. და აი გამხმარი უკვე ცილის წყაროა, იმიტომ რომ გამხმარ მასაში ცილა რა თქმა უნდა წყალთან ერთად არ ორთქლდება და იქ ცილა უკვე 20%-ად შეიძლება აღწევდეს. ასე რომ ეს არის შესანიშნავი საკვები კულტურა. მე მას ჯერჯერობით ქოთნები დავუთმე, იმიტომ რომ ვიმეორებ ის ინდოეთში ის მრავალწლოვანი ბუჩქია, მაგრამ აქ როგორც ერთწლიანი მცენარე უნდა გამოვიყენოთ. ეხლა თუნდაც ვერ მოასწროს ნაყოფის მოცემა, არა და მგონია რომ მოასწრებს ნაყოფის მოცემას. მასი გამოყენება მარტო ფოთლების სახითაც შეიძლება. ნახოთ რა მოსავალი იქნება. ფაქტია რომ ეს ძალიან ესეთი უნიკალური მცენარეა. აი ახაც არის ამოსული ერთი პატარა. და გარდა ამისა, სხვა კოტნებშიდაც შესანიშნავად აღმოცენდა, შეიძლება ითქვას, კარგი აღმოცენების უნარი ჰქონდა თესლს, რომელიც eBay-ზე ვიყიდე. აქ არავინ ამას არ ყიდეს. ვიმეორებ, საქართველოში ის შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ როგორც ერთწლოვანი მცენარე. შემოდგომის ბოლოს ის გახმება, ფოთლებს ჩამოყრის და გაზაფხულზე აღარ გამოიტანს, ვერ გადაიტანს ის ზამთარს ღია გრუნტში. ეხლა თუ ვიცვალიჩეთ და დრო და ენერგია დავხარჯეთ, შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ არ ღირს რა. ისევ ჯობია ახალი ამოვიყვანოთ თესლიდან. მთავარია რომ აი ამ ახალმა მცენარემ მოგცეს საკმარისი რაოდენობა მწვანე მასა. ეხლა მორინგას დათესვას აზრი არ აქვს აბსოლუტურად, არანაირი აზრი არ აქვს ადრე გაზაფხულზე. მე ის სადღაც 5-6 დღის წინ დავრგე და ეხლა დღეს როდესაც ესე იგი ღამე ტემპერატურამ უკვე მყარად გადააჭარბა 15 გრადუსს, ანუ სანამ ღამე 15 გრადუსი არ იქნება, მორინგას დათესვა ღია გრუნტში არის სრული აბსურდი და უშედეგო წვალება და კარგვა დროის და გარდა ამისა სათესი მასალის თესლის. ასე რომ არავითარ შემთხვევაში ვიმეორებ, მორინგა ვიდრე კარგად არ დათვება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაითესვოს. როცა გაიზრდება, მერე კიდევ მექნება ეგერ არის ეს პატარა ლამაზი მცენარე. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.